მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი და დღეს მოგიყვებით, როგორ ხდება მამაკაცის განაყოფიერების უნარის შეფასება, რა ანალიზია ამისთვის საჭირო და რომელი მაჩვენებლებია ყველაზე მნიშვნელოვანი. დავიწყოთ იმით, რომ ორსულობის მთელი პროცესი ხდება ქალის ორგანიზმში. კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ემბრიონის წარმოქმნა, მისი მიმაგრება საშვილოსნოს კედელზე და რომ არა სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ეს პროცესები ცხადია, რომ შეუძლებელი იქნებოდა. მაშასადამე ორსულობისთვის ერთ-ერთი ძირითადი და აუცილებელი პირობა არის ის, რომ მამაკაცის სპერმამ გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი. მამაკაცის მხრივ მხოლოდ სპერმატოზოიდი მონაწილეობს ამ პროცესში. ამიტომ მამაკაცის განაყოფიერების, ანუ შვილოსნობის უნარის შესაფასებლად გვჭირდება სპერმის ხარისხის გამოკვლევა. ეს არ არის რთული ანალიზი, მამაკაცი მოდის კლინიკაში დაგეგმილ დროს ეაკულაციიდან დაახლოებით 3-5 დღეში. შედის სპერმის ჩაბარებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში, სადაც მას ეძლევა საშუალება დარჩეს მარტო და მშვიდ გარემოში შეძლოს ბიოლოგიური მასალის ერთჯერად კონტეინერში მოთავსება. კონტეინერს ტოვებს ადგილზე და გამოდის ოთახიდან. სპერმის ჩაბარების პროცესი ამით სრულდება. შემდეგ ოთახში შედის ექიმი ლაბორანტი, რომელსაც გადააქვს კონტეინერი იქვე გვერდით მდებარე ლაბორატორიაში. პირველ რიგში ექიმი ლაბორანტი განსაზღვრავს სპერმის რაოდენობას, ანუ ეაკულატის მოცულობას და მისი რაოდენობა არ უნდა იყოს 2 მილilitrზე ნაკლები. არის შემთხვევები, როცა მამაკაცი ვერ ახერხებს ეაკულატის სრულად მოთავსებას კონტეინერში და ნაწილი გადაიღვრება. ამის შესახებ მან უნდა აცნობოს ექიმს. ექიმი სპერმის ერთ წვეთს ათავსებს სასაგნე მინაზე და დებს მიკროსკოპის ქვეშ. მიკროსკოპში ჩვენ შეიძლება დავინახოთ ბევრი აქტიური სპერმატოზოიდი, ასევე სუსტად მოძრავი სპერმატოზოიდები და ნაწილობრივ მკვდარი, ანუ უძრავი სპერმატოზოიდები. და ეს ნორმალურია. მნიშვნელოვანი აქ არის აქტიური, ნაკლებად აქტიური და უძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობრივი თანაფარდობა. ექიმი ლაბორანტი ითვლის სპერმატოზოიდების სრულ რაოდენობას 1 მილilitrში, ის უნდა იყოს 20 მილიონზე მეტი. სხვადასხვა მაჩვენებლების დადგენის შემდეგ ხდება სპერმატოზოიდების მორფოლოგიის შესწავლა. ამისთვის ხდება მისი დამატებითი შეღებვა სპეციალური კონტრასტებით და შემდეგ მიკროსკოპის ქვეშ მისი დათვალიერება. რათა განისაზღვროს სპერმატოზოიდების აგებულება, რამდენად ნორმალური ფორმები აქვს მას. მიღებული შედეგები ექიმ ლაბორანტში აქვს სპეციალურ ფორმაში, რომელსაც ეწოდება სპერმოგრამა და შემდეგ მისი შეფასება ხდება ექიმი რეპროდუქტოლოგის მიერ. თუ სპერმოგრამის მაჩვენებლები ნორმაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაცს აქვს კარგი განაყოფიერების უნარი და მას რაიმე სახის დამატებითი კვლევები არ ესაჭიროება. თუ სპერმატოზოიდების რაოდენობა ძალიან ცოტაა, ან შეიძლება ეაკულატში საერთოდ არ იყოს არც ერთი სპერმატოზოიდი და ამ მდგომარეობას აზოოსპერმია ეწოდება, უმეტეს შემთხვევაში საჭიროა, რომ მამაკაცმა გარკვეული დროის ინტერვალის შემდეგ ჩააბაროს განმეორებით სპერმა, განსაკუთრებით თუ ადრე მას არასდროს არ ჩაუტარებია სპერმის ანალიზი და ეს პირველი შემთხვევაა. მოგეხსენებათ, რომ სპერმა არის ბიოლოგიური სითხე, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ორგანიზმის მდგომარეობის და სხვადასხვა გარემო პირობების გამო, ამიტომ თუ მამაკაცი პირველად აპარებს სპერმას და ის არ არის კარგი ხარისხის, ჩვენ მას ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ჩააბაროს სპერმა. ამ შემთხვევაში რამდენჯერმე სპერმის ნიმუშის გამოკვლევით შეგვიძლია შევაფასოთ მამაკაცის განაყოფიერების, ანუ შვილოსნობის უნარი.